მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა შეეხება ამ კვირის პროგნოზს. ორშაბათიდან კვირის ჩათვლით მიმდინარე კვირა, როგორი ტენდენციებით გამოირჩევა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა უნდა გავითვალისწინოთ, როგორი მდგომარეობა გვექნება პირადში, როგორი პრიორიტეტები დალაგდება მაგალითად კარიერასა და ფინანსებში. აი ეს თემა განვიხილოთ დღევანდელი საჯარო გაშლით. გაშლა იქნება ორ ვარიანტად. თითოეული ვარიანტისთვის ჯერ ამოვიღებ ზოგად ტენდენციებს კვირის, ხოლო შემდგომ დავამატებ ფინანსების თვალსაზრისით და პირადი ურთიერთობის თვალსაზრისით არგანებს. დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და კონცენტრაცია მოახდინეთ თქვენთვის საინტერესო საკითხზე. როგორი იქნება მიმდინარე კვირა? რა ენერგიები გექნებათ? ნახოთ. პირველი ვარიანტისთვის მიმდინარე კვირის ენერგიები და მეორე ვარიანტისთვის მიმდინარე კვირის ენერგიები. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. დააკვირდით არკანებს, ნახოთ რა ხდება. ახლა ფინანსების და კარიერის თვალსაზრისითაც დავამატოთ. როგორი იქნება ეს კვირა? პირველი ვარიანტისთვის ფინანსური და კარიერული კუთხით და როგორი იქნება ეს კვირა მეორე ვარიანტისთვის ფინანსური და კარიერული კუთხით. ახლა კი ნახოთ, როგორი იქნება ამ კვირაში თქვენი პირადი ურთიერთობები, გრძნობები, ემოციები. რა იქნება ამ კუთხით წინა პლანზე გამოწერული საკითხები. ნახოთ. პირადი ურთიერთობების ტენდენციები პირველი ვარიანტისთვის და პირადი ურთიერთობების ტენდენციები მეორე ვარიანტისთვის. დააკვირდით კარგად არკანებს. კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. ვინც ვერ მოასწარით თქვენთვის სასურველი ვარიანტის არჩევა, დააპაუზეთ და როცა აირჩევთ, შემდგომ განაგრძეთ ყურება, ხოლო ვინც აირჩიეთ, იმისთვის გადავიდეთ პირველი ვარიანტის განხილვაზე. აქვე მინდა შეგახსენოთ, ჩემო ძვირფასებო, რომ იანვრის ბოლომდე მოქმედებს ფასდაკლება 30%-იანი პირად კონსულტაციებთან დაკავშირებით, ასევე იანვრის ბოლომდე ჯერჯერობით კიდევ ვაკეთებ წლიურ საჯარო გაშლებს, ანუ თქვენი მთლიანი წლის ენერგეტიკის გარჩევას, მიმოხილვას, ფინანსები, კარიერა, პირადი ურთიერთობები, აი ამ სამი ძირითადი მიმართულების თვალსაზრისით, ასე რომ არ გამოგრჩეთ და ვისაც გსურთ დროულად ჩაეწერეთ, იმიტომ რომ მე რო დასრულდება ხოლმე აქცია, მე მწერენ და სამწუხაროდ არ შემიძლია გამონაკლისები დაუშვა ამ შემთხვევაში. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ არხი, დააკომენტაროთ ეს კონკრეტული საჯარო გაშლაც და ნებისმიერი გაშლაც, რასაც უყურებთ, იმიტომ რომ ასე გრძნობთ მე თქვენთან კავშირს, ასე გრძნობ და ვინარჩუნებ თქვენთან ენერგეტიკულ ბმას, რაც შემდგომში აისახება სწორედ იმაზე, რომ ჩემი საჯარო გაშლები თქვენთვის რეზონირებს და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე პროდუქტიული და ბევრად უფრო გამოსატიკარი. ამიტომ ენერგეტიკული მიმოცვაც ძალიან მნიშვნელოვანია და მიაქციეთ ყურადღება თქვენს ამ ყველაფერს. გადავიდეთ ახლა ვნახოთ პირველ საკითხზე და პირველი ვარიანტისთვის როგორი იქნება მიმდინარე კვირის ტენდენცია. არკანი იმპერატრიცა. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ჩანს. აი ახლა ვნახოთ. ზოგადი ტენდენცია, ჩემო ძვირფასებო, აი აქ იქნება ცოტა არ იყოს და გარკვეულწილად, იცით როგორი ილუზორული იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ შეიქმნით ან შეგიქმნიან ისეთ განცდას, რომ თქვენ ხართ
ეპიცენტრი, თქვენ ხართ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანის საწყისი. მე ვიტყოდი, რომ ეს იქნება უფრო ძირითადად ეს განცდა იქნება თქვენში, თქვენს შიგნიდან წამოსული და პროვოცირებული იქნება ეს განწყობა. შესაძლოა ზოგ შემთხვევაში პირველ ვარიანტთან იყოს ესეთი სიტუაცია, რომ არ გაგიჩნდეთ სურვილი გარესამყაროსთან ან თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებთან ურთიერთობის. შესაძლოა აქ ზოგიერთ შემთხვევაში იყოს გარკვეულწილად ან წყენა, ან უბრალოდ რაღაცა გარიდების მოთხოვნილება თქვენი მხრიდან, რომ აი რაღაც არ გინდათ, რომ აითქვიფოთ მასაში, არ გინდათ, რომ იყოთ ან განურჩებელი მასისგან. პირიქით თქვენი მოთხოვნილება ამ კვირაში იქნება, რომ მაქსიმალურად შეგამჩნიონ. ოღონდ ეს შემჩნევის სურვილი იქნება, როგორ იცით, ანუ თქვენ დადგებით გარიდებულ პოზიციაში და თითქოს დაელოდებით გარესამყაროსგან და ადამიანებისგან, რომ მოგაქციონ ყურადღება. მოგცენ სასურველი, მიხვდნენ თქვენ რა გინდათ. აი რაღაც ესეთი ცოტა არ იყოს ეგოისტური ტენდენცია გექნებათ. ნუ სავარაუდოდ პირველ ვარიანტს აქვს ამისი საფუძველი, რატო შეიძლება ეს ესე იყოს. და ვნახოთ ახლა რა არის აქ ფინანსური და კარიერული თვალსაზრისით. ჩემო ძვირფასებო, აი აქ იცით რა არის, ფინანსებთან და კარიერასთან მოვიდა თასების 9. ცხენების თასები. ანუ რას ნიშნავს ახლა ეს? მე წეგან გითხარით წყენის ნაწილი აქ ამ შემთხვევაში, აი თითქოს როგორი წყენაა, იცით, პასიურ აგრესიული სიტუაცია. ოღონდ აი არ გინდათ მაქსიმალურად, რომ ეს შეგამჩნიონ გარშემო მყოფებმა და ამიტომ ზუსტად ირჩევთ აი ამ გარიდების მდგომარეობას, სიტუაციას, როდესაც გირჩევნიათ დარჩეთ მარტო, თუნდაც იმიტომ, რომ არ გასცეთ თქვენი საკუთარი თავი და ჭეშმარიტი სურვილები. ვნახოთ კიდე აბა პრიორიტეტები რა იქნება პირველ ვარიანტთან ფინანსებისა და კარიერის თვალსაზრისით. ვნახოთ. თასების მეფე, აი გითხარით, სამიანების ხმლები. ჩემო ძვირფასებო, აი აქ ზუსტად თითქოს აი ეს წამოვიდა ენერგეტიკულად ახლა ამ გაშლას რომ უყურებდი, რომ კარიერიდან არის პროვოცირებული, შესაძლოა მიგაჩნდეთ, რომ არ დაგაფასეს. სათანადოდ არ აღნიშნეს, გამოკვეთეს და აი ხოტობა არ შეასხეს თქვენს უნარებს ან ძალისხმევას რაღაც საკითხთან დაკავშირებით და აი ამაზე გაქვთ იმედგაცრუება. თუმცა ცდილობთ, რომ შეინარჩუნოთ მომავლის იმედი პირველმა ვარიანტმა და რატომღაც ესეთი განცდა მაქვს, რომ გაქვთ იმისი შეგრძნება, რომ მომავალი ყველაფერს გამოაჩენს, ანუ ხვალინდელი დღე რომ დადგება, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და ვინ არის, ვინ რატომ რას აკეთებს, ან ვინ რატომ რას ამბობს, ამას ყველაფერს მომავალი დღე მოხდენს ნათელს. ესეთი არის თქვენი კარიერული საკითხები. ვნახოთ ახლა პირად ურთიერთობებში რა ხდება. და აი აქ მოვიდა კვერთხების დედოფალი, ჩემო ძვირფასებო. კვერთხების დედოფალი ეს არის ქალი, ეს არის ენერგია, თუ მამაკაცები მიყურებთ ზოგადად ადამიანისა, რომელიც საკმაოდ კარგად ფლობს იმის განცდას, თუ სად არის აღქმის უნარი აქვს არაჩვეულებრივი, თუ სად არის ახლა დღეს და სად იქნება ხვალ, ან სად უნდა რომ იყოს ხვალ და ზუსტად იცის აი ამ უნდასთვის რა უნდა გააკეთოს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას და როგორ უნდა იმოქმედოს. ეს არის ქალი, რომელიც ხშირ შემთხვევაში შესაძლოა არ მოერიდოს გარკვეული ტიპის
მოდი ასე ვთქვათ, манипуляციებს შეიძლება ითქვას იმ თვალსაზრისით, რომ თუ მაგალითად სათქმელია, აქ ახლა რატო ვამბობ სამსახურეობრივ საკითხს, ხო? თუ მაგალითად სათქმელია და თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს დამსახურებულად გეკუთვნით, აი კვერთხების დედოფლის ენერგიის მატარებელმა ქალმა შეიძლება ესე პირდაპირ და უხეშად არ დააფიქსიროს თავისი პოზიცია. აი თუნდაც ის რომ მოითმინოთ, დაელოდოთ, დააკვირდეთ და აი საჭირო დროს, საჭირო ადგილზე ისე აღმოჩნდეთ, რომ ვითომ ეს იყო შემთხვევითობა. ამ დროს ეს იყო არაჩვეულებრივად დაგეგმილი და გათვლილი მდგომარეობა თქვენი მხრიდან, მაგრამ იმდენად ბუნებრივად, იმდენად კონტექსტში ჩასმულად და გაწონასწორებულად შეძელით თქვენ აი ამ თამაში და ამავე დროს გართობა, ხო? რომ ეს ყველაფერი გარშემომყოფების მიერ აღქმული იყო როგორც შემთხვევითობა. ამ დროს თქვენი ჭკვიანური გეგმისა და გათვლის ნაწილი შეიძლება ასე ითქვას. ნახოთ კიდე აბა პირადში რა სიტუაციაა. რუიანების, აი ნახეთ, რუიანების კვერთხები. დააკვირდით ადამიანი, რომელიც წვრთნის არწივს. არწივის წვრთნა ზოგადად არ არის მარტივი პროცესი, მით უმეტეს არც მოკლევადიანი პროცესი არ არის და მწვრთნელმა ყოველთვის იცის, რომ მისი არწივი უნდა იყოს გამოკვებილი, დანაყარებული, დაპურებული იმისათვის, რომ არ დაკორტნოს თვითონ აი ნადავლის აღების პროცესში. ანუ შემთხვევითი თუნდაც იგივე აგრესია ცხოველური ხო არ გამოავლინოს. კი ბატონო, აი მე გეუბნებით, რომ განდეგილის მდგომარეობაში ხართ, ანუ გარრიდების მდგომარეობაში ხართ, ეს არის დაკვირვების ეტაპი, რასაც ახლა თქვენ ამ პერიოდში აკეთებთ და სწავლობთ პროცესს. აი ნახეთ, კვირის ენერგია არის თასების ტუზი და კვერთხების დედოფალი რუიანის კვერთხებთან ერთად შეგვიძლია განვიხილოთ ისე, რომ თქვენ ელოდებით თქვენს დროს. აუცილებლად, ანუ ელოდებით, ანუ ზოგადად ამოვიდა ესეთი ენერგია ისედაც კვირის, რომ თქვენ მოლოდინის რეჟიმში ხართ, გაცლის რეჟიმში ხართ, თითქოს აი რაღაც აი დააკვირდით როგორ აქვს თავი აწეული ამ იმპერატრიცას, ანუ ამ ადამიანმა თავი ისი საკუთარი ფასი იცის არაჩვეულებრივად და იმპერატრიცა რო არის, ანუ იმპერატორი ქალი რო არის, მოდი ესე ვთქვათ, არასოდეს არ გაეკიდება ვიღაცა სხვას. პირიქით მასთან მოდიან და მას სთხოვენ ხოლმე დახმარებას. არც ერთი დედოფალი იქით არ მირბის. ვინმესთან ან რამესთან, ხო? ელოდება იქამდე, სანამ ამისი დრო და საჭიროება თვითონ არ დადგება და არ მომწიფდება აი ეს სიტუაცია. თქვენ შემთხვევაში პირველი ვარიანტი შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვირის ენერგია, კარიერული და პირადი ურთიერთობების საერთო ტენდენციები საკმაოდ კარგ თანხვედრაშია ერთმანეთთან. უბრალოდ მინდა რჩევის სახით გითხრათ პირველ ვარიანტს, რომ ზედმეტი, ანუ არ გადაამლაშოთ. ზედმეტი არ მოგივიდეთ ეს რაღაცა საკუთარი თავის დაფასება, მოდი ესე ვთქვათ, აუცილებლად უნდა დააფასოთ საკუთარი თავი, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ, არ გადაამლაშოთ. სხვა ყველაფერი არის ძალიან კარგად და იქნება ძალიან კარგად. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტის საერთო ენერგიები. და ენერგიები ფინანსებთან, კარიერასთან და პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, დაკომენტარება, გაზიარება და ასევე აუცილებლად დამიწერეთ ხოლმე კომენტარებში, რამდენად რეზონირდა, რამდენად მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რამდენად გასაგებია, რამდენად აღქმადია ჩემი მიერ მოწოდებული და გაჟღერებული თითოეული სიტყვა თქვენთვის. იმიტომ რომ მეც ძალიან სიამოვნებს ხოლმე, მოდი ვიქნები პირდაპირ და გეტყვით თქვენი სასიამოვნო და სიყვარულით სავსე კომენტარების კითხვა და უკავშირი. ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტთან რა ხდება, როგორია კვირის ტენდენცია მეორე ვარიანტთან. ექვსიანების თასები. მეორე ვარიანტთან გვაქვს ესეთი ტენდენცია, ექვსიანების თასები. ჩემო ძვირფასებო, აქ ცოტა არ იყოს რაღაცა კი ძალიან სავსეთ და კარგად გრძნობთ თავს და თითქოს აი ცაში ხართ, ღრუბლებში ხართ, ანუ სიმსუბუქე არის თქვენში, ძალიან დიდი რაოდენობით ემოციური სიმსუბუქე, აქ არ არის მდგომარეობა, რომ რაღაცა გამძიმებდეთ, მაგრამ ცოტა ილუზორულია თითქოს აი ეს განცდა თქვენი მხრიდან.
აი არ იყოს დააკვირდით მეორე ვარიანტი, არ იყოს ეს ყველაფერი რაღაცა მხოლოდ თქვენს გამოგონილ სამყაროში. და რეალობას არ შეეჩეხოთ განსხვავებული ფორმატით. აი აქ რაღაც ესეთი ენერგია მომდის მეორე ვარიანტთან. იმდენად მსუბუქად ხართ, ჩემო ძვირფასებო, იმდენად მსუბუქად ხართ, რომ შეიძლება თქვენს სივრცეში შემოპარულმა არასასურველმა ან ადამიანებმა, ან გარემოებებმა, ან მცირედმა ხიფათებმა თქვენი ყურადღება საჭირო დროს ვერ მიიქციოს და დააგვიანოთ რეაგირება. კი, აი ესეთი რატომღაც ესეთი ენერგია მოდის მეორე ვარიანტთან. ვნახოთ აბა რა ხდება კარიერაში. აი კარიერაში არის ცხრიანების ხმლები, ჩემო ძვირფასებო. ეს არის სიტუაცია, როდესაც ფსიქოლოგიურად არის ადამიანი იმდენად გაურკვეველ სიტუაციაში, რომ ეხლა აი აქ კი გამოსახავს ქალის ფორმა თვითონ ჯდომის მანერაც მდგომარეობას, როგორ მდგომარეობაშია მისი მენტალური მდგომარეობა, მაგრამ ნახეთ, აქ არის თეთრი ყვავი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არსებობდეს. ანუ ესეც რაღაც ილუზორული საკითხია და ამ ქალბატონის სამოსი არის წითელი ფერით შემოსილი. ანუ წითელი ფერი ზოგადად არის ბრძოლის, აქტიური ქმედების ფერი. აი მეწეღარ რო გითხარით ექვსიანების თაზე რაღაც ილუზიებში ხართ თქო, ეს არკანიც ამას ადასტურებს ზუსტად, რომ გარკვეული ტიპის ილუზია გაქვთ თქვენ. თითქოს რაღაცა კი ხვდებით, რომ არ ხართ მანდამაინც სასურველ სიტუაციაში, მაგრამ თითქოს თავს იტყუებთ მეორე ვარიანტი. ნახოთ აბა კიდევ რა ხდება ფინანსებისა და კარიერის თვალსაზრისით. მეორე ვარიანტთან ნახოთ რა ხდება. ხუთიანი თასები, არკანი შეყვარებულები. აი დააკვირდით როგორია თქვენი მდგომარეობა. არჩეულებრივად გამოხატავენ ეს არკანები ამ ყველაფერს. ჩემო ძვირფასებო, აი აქ შეიძლება ისეთი სიტუაციაც იყოს ზოგ შემთხვევაში, რომ გქონდეთ გარკვეული ტიპის არაჯანსაღი მიჯაჭვულობა სამსახურთან, არაჯანსაღი მიჯაჭვულობა და ეს სამსახური რეალობაში ვერც აკმაყოფილებდეს ფინანსურად თუ განვითარების თვალსაზრისით თქვენს არსებულ მოთხოვნილებებს, მაგრამ აი რაღაც არც უკეთესი მაქვს და აქ რო ვრჩები და აქაც რო ჩემი ადგილი არ არის რომ ვხვდები და აი სად არის ჩემი, აი დაკარგული რო ვარ, სად წავიდე, როგორ მოვიდე, ვისთან მივიდე, რა გავაკეთო, რა დავგეგმო, აი ძალიან არეული ენერგეტიკა მოდის თქვენთან. ანუ თითქოს ერთ დღეს თუ დაუშვათ ირჩევთ, რომ აქ დავრჩე და შევეგუო და მივიღო ის მოცემულობა, რაც მაქვს, მეორე დილას იღვიძებთ და არა იცი რა, აქ აღარ მინდა და უნდა წავიდე. შეიძლება რაღაც გაიღვიძოთ და აი წეღარ რო გითხარით, ნახეთ, ქალბატონი, რომელსაც თავში აქვს ხელები წაშენილი, არ იცის რა ქნას, მაგრამ აი თითქოს მაინც აქვს იმის განცდა, რომ უნდა იბრძოლოს. ამავე დროს მე ეს თეთრი ყვავი მოდის და ფუჭი იმედებს უნერგავს. მე ეს როგორც თეთრი ყვავი არ არსებობს ბუნებაში, ისე ეს ფუჭი იმედები იმსხრევა და აი მეორე ვარიანტი ძალიან ამ კვირაში საკმაოდ არეულ ენერგიებში იმყოფებით. ვნახოთ პირადი ურთიერთობა როგორი არის. აი პირადი ურთიერთობაც არის იგივე ექვსიანი თასები, რაც მოვიდა წეღან კვირის საერთო ენერგიაში. აი აქ მინდა რომ კარგად შეხედოთ. ნახეთ, ქალბატონი უყურებს მდინარეში მოცურავე წყვილს. ანუ რაღაცა თითქოს ოცნება, რაღაც მომავლის პერსპექტივა, მომავლის განცდა ესეთია და ანუ ეს ქალბატონი თავად არის იმ მდინარეში მოცურავე მამაკაცის გვერდით. უბრალოდ ეს არის მისი წარმოსახვის ნაყოფი, მისი ოცნების ნაყოფი. კი ბატონო. ანუ სულ რაღაც ილუზიური განცდები მომდის მეორე ვარიანტთან. მეორე ვარიანტი დაბრუნდით რეალობაში, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს ყველაფერი, გაუსწორეთ სიმართლეს თვალი, რეალობას შეხედეთ ისეთ სად და მიიღეთ ისეთი როგორიც არის
და უფრო გაგიმარტივდებათ რაღაცები. ვნახოთ აბა კიდე პირად ურთიერთობებში რა ხდება. არკანი სამსჯავრო, აი აქაც უყურებს ქალბატონი ზემოთ ზეციდან, რომ იქნებ რაღაც სასწაული მოხდეს და თავისით შეიცვალოს ეს გარემოებები. და თასების მეფე. ჩემო ძვირფასებო, აქ სხვათა შორის შესაძლებელია, ყველასთვის არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია აქ იყოს სამსახურეობრივი ურთიერთობა მამაკაცთან და ეს მამაკაცი შესაძლოა იყოს ქორწინებაში. კი ბატონო. აი დასტის ბოლოსაც მოვიდა ისევ არკანი შეყვარებულები, როგორც წეღან და ცხრიანი ხმლები, როგორც წეღან. აი ზუსტად იგივე სიტუაცია. და ანუ შეიძლება ზოგთან რეზონირდეს ისე, რომ ეს იყოს სამსახურეობრივი პირადი ურთიერთობა და რომელიც არ გაძლევთ შესაძლებლობას, რომ გათავისუფლდეთ თითქოს ამ სამსახურიდან დატოვოთ, იმიტომ რომ ამ პირადი ურთიერთობის დამთავრების შიში გაქვთ, ან რაღაცა თითქოს უფრო მკვეთრი და მძაფრი ნაბიჯები ან რეაქციები რო გქონდეთ იმაზე, რაც არ მოგწონთ, შეიძლება ეს ვიღაცამ, ანუ თქვენმა ობიექტმა ინტერესის ჩათვალოს, რომ რაღაც არასწორად გამოამჟღავნეთ საკუთარი თავი და ეს რაღაცა ქაოსი გაქვთ. პირველი რაც მინდა გითხრათ აქ მეორე ვარიანტთან გახსოვდეთ, რომ ეს არის კარმული კავშირი თუ რეზონირებს ზოგთან ეს სიტუაცია, ამიტომ იყავით ძალიან ყურადღებით და ეცადეთ, რომ თქვენივე საკუთარი რეალობის აღქმისა და განცდის მართვისა დავები ხელიდან არ გაგექცეთ. თორემ ძალიან მწვავე ილუზიებში ამოყოფთ თავს. მეორე ვარიანტი, რაც გამოფხიზლების შემდეგ იქნება გაცილებით უფრო მტკივნეული და მწარე, ვიდრე არის აი ახლა ეს მოცემული სიტუაცია. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასებო. ასეთი იყო ჩვენი კვირის ტენდენცია ორ ვარიანტად. მადლობა რომ იყავით ჩემთან, მადლობა რომ მიყურეთ და არ დაგავიწყდეთ, როგორც წეგან გთხოვეთ ენერგეტიკული მიმოცვლისთვის. თქვენი კომენტარები, როგორ რეზონირდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო და რამდენად გასაგები იყო ის ყველაფერი, რაც მე დღეს თქვენ გაგიჟღერეთ კვირის ტენდენციებთან დაკავშირებით. გისურვებთ ბედნიერ კვირას, გისურვებთ ენერგიით სავსე, შემართებით სავსე, ენთუზიაზმით სავსე შინაგან განწყობას და იმის განცდას, რომ თქვენ ყველანი ხართ თქვენივე საკუთარი რეალობის შემოქმედნი, ბატონ-პატრონი და ასევე პასუხისმგებლებიც. წარმატებებს გისურვებთ და შევხვდებით უახლოეს მომავალში. დროებით.